გამარჯობა, მე ლილუ ვარ და ახლა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი მეუღლე ესპანური და ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია. დაშორების მიზეზად მედია ყველაზე აქტიურად ჩემპიონის ღალატს განიხილავს, თუმცა ზუსტ მიზეზს წყვილი ამ დრომდე არ ასახელებს. ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი 2 დღის წინ დააკავეს. რამდენიმე ცნობილმა სახემ, მათ შორის ნუკი კოშკელიშვილმა დადო სთორი, რომ დათუნამ ბევრი გადააგდო და კაბა არ შეუკერა. დიზაინერის გარშემო აგორებულ სკანდალს გამოეხმაურნენ მისი მეგობრები. დათუნას დანაშაული სწორედ ის არის, რომ ამ გოიმ ქართველ გამოუსველ საზოგადოებას აცმევდა კაბებს. დათუნას პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა ნარკოტიკი. ის არ არის რეალიზატორი, თქვა დიზაინერის მეგობარმა. მსახიობი როლანდ ოქროპირიძე პრაიმ ტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ყვება. როგორც ის ამბობს, ხშირად საჭმლის და სიგარეტის ფული არ ჰქონდა. მსახიობის ძალიან ემოციური ინტერვიუ ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. ძალიან გულწრფელი ინტერვიუ მისცა პრაიმ ტაიმს მომღერალმა მარიკო ებრალიძემაც. ცნობილი ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ავსტრიელმა მთამსვლელმა გაამხილა, რატომ დატოვა მწვერვალზე შეყვარებული, რომელიც ყინვისგან დაიღუპა. ახალგაზრდა კაცის სასამართლო თებერვალში უნდა გაიმართოს. უფრო დაწვრილებით ამ და სხვა საინტერესო ამბებს პრაიმ ტაიმზე წაიკითხავთ. მე კი ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.